მოგესალმებით. დღეს მე გესაუბრებით ისმაილ კადარეს სიზმრების სასახლეზე. ტოტალიტარული რეჟიმი მხოლოდ პოლიტიკური სისტემა არ არის. ის რეალობა, როცა ძალაუფლება ცდილობს ადამიანის ქვეცნობიერში, შინაგან სამყაროში შეღწევას. ასეთ სივრცეში ინდივიდი კარგავს არა მხოლოდ თავისუფლებას, არამედ საკუთარ თავს, მეხსიერებას, აზროვნების უნარს, დროის შეგრძნებას, ემოციას. როგორც ჰანა არენდტი ამბობს, ტოტალიტარული ბატონობა მიზნად ისახავს ადამიანების არა მხოლოდ პოლიტიკურად იზოლირებას, არამედ მათ პიროვნულად იზოლირებასაც, რათა ადამიანის ეგზისტენციური არსი გაანადგუროს. მე-20 საუკუნის ლიტერატურამ ტოტალიტარიზმის არსი სხვადასხვა კულტურულ და ისტორიულ კონტექსტში ასახა, თუმცა საბოლოოდ საერთო დასკვნამდე მივიდა. რეჟიმის ყველაზე მძლავრი იარაღი შიში და ადამიანის დეჰუმანიზაციაა. ისმაილ კადარეს სიზმრების სასახლე ერთ-ერთი მდუმალი, დახვეწილი ალეგორიაა ტოტალიტარული სახელმწიფო ბუნების. მიუხედავად იმისა, რომ რომანში მოქმედება ოსმალეთის იმპერიის გარემოში ვითარდება, ტექსტი მკაფიოდ უკავშირდება ენვერ ხოჯას კომუნისტური ალბანეთის რეჟიმსა და ნებისმიერი ტოტალიტარული რეჟიმის არსს. რომანში სახელმწიფო დიდი მოხელეთა ოჯახის ქუფრილიუების წარმომადგენელი მარკ ალემი მუშაობას იწყებს ქვეყნის ყველაზე იდუმალ, ძლევამოსილ და შემაწვრთნებელ დაწესებულებაში, თაბერ სარაიში. სასახლე გიგანტური ბიუროკრატიული მანქანაა, რომლის ამოცანაა სიზმრების შეგროვება, კლასიფიკაცია და ინტერპრეტაცია. ეს არის მცდელობა გააკონტროლონ არა მხოლოდ ადამიანების მოქმედებები, არამედ მათი არაცნობიერი, ქვეცნობიერში დალექილი აზრები და სურვილები. სასახლის ლაბირინთის მსგავსი ცივი ნაცრისფერი დერეფნები და უსასრულო ოთახები მარკ ალემს აბნევს და ასახავს ინდივიდის უმნიშვნელობას, სისტემის გაუგებარ დამახშობილ ბუნებას, რაც მკითხველში კავკასიურ შეგრძნებას აღწევს. სიზმრების სიმბოლოა ინდივიდუალური თავისუფლების, შინაგანი სამყაროს ხელშეუხებლობისა და პოტენციური ამბოხის. არისტოტელეს აზრით სიზმარი არის ადამიანის სულის გარკვეული გამოვლინება, რომელიც ასახავს მის ხურვალებ ნებებს, ხოლო ფროიდი სიზმარს შირმად მიიჩნევს, რომლის უკანაც იმალება პერსონაჟის არარეალიზებული იდეალური ყოფა და აუხსნელელი ოცნებები. სწორედ ამიტომ მათი გაკონტროლება შეუძლებელია, რაც ტექსტიდან გამომდინარე უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს სახელმწიფოს. ქუფრილიუების გვარის ბედი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტოტალიტარული ძალაუფლების პარადოქსს. ისტორიულად ისინი ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირები იყვნენ ალბანური წარმოშობით. მათი გვარი ხიდია ძალაუფლების ცენტრსა და იმპერიის პერიფერიას შორის. ისინი მუდმივად არიან ძალაუფლების სათავეში და ეჭვმიტან მთელ სიაში. ეს სიმბოლოა იმისა, რომ ძალაუფლება არ არის მუდმივი, რეპრესიებისგან არავინაა დაცული. ძალაუფლებისა და სიახლოვე უსაფრთხოებას არ ნიშნავს. მარკ ალემის პროგრესი სასახლეში მისი პიროვნული განადგურების ტოლფასია. ის კარგავს საკუთარ თავს, დროის აღქმას, ემოციებს. მისი ცხოვრება შთანთქვა სისტემის უსასრულო ერთფეროვანმა რიტმმა, მაგრამ კულმინაციისას ვხედავთ თუ როგორ ამჩნევს მარკ ალემი გაზაფხულს, სინათლეს, მწვანე ფერს, სითბოს, რაც სიცოცხლის აღორძინებისა და ბუნებრივი სამყაროს შეხსენებაა, რომელიც სისტემის ცივი ნაცრისფერი კედლების მიღმა არსებობს. მარკ ალემის მაგალითი აჩვენებს, რომ ტოტალიტარული ძალაუფლების ყველაზე დიდი ეფექტურობა ისაა, რომ იგი მსხვერპლს თანამძრახულად აქცევს. რომანში რაფსოდების და კურტის მოკვაც ერთგვარი მინიშნება სისაწიკისა და დაუნდობლობისა. ტოტალიტარული რეჟიმი ყოველთვის ცდილობს ხელში ჩაიგდოს ან გაანადგუროს ისტორია, წარსული. როგორც ჯორჯ ოруელი ამბობს, ის ვინც აკონტროლებს წარსულს, აკონტროლებს მომავალს. ის ვინც აკონტროლებს აწმყოს, აკონტროლებს წარსულს. რაფსოდები კი ინახავენ და ავრცელებენ ისტორიებს, რომლებიც შესაძლოა სახელმწიფოს ოფიციალურ ნარატივის ეწინააღმდეგებოდეს. მათი მოსპობა არის ცდილობა გაწყვეტონ კავშირი წარსულ და მომავალს შორის და ხალხი საკუთარ ფესვებს მოწყვეტონ. რომანის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ეპიზოდი ეხება ეგრეთ წოდებული მთავარი სიზმრის შერჩევას. თაბერ სარაის სიზმრები ათასობით სიზმრიდან გამოარჩევენ ერთს, რომელშიც ნახსენებია ხიდი, ხარი და მუსიკალური ინსტრუმენტები. სისტემა ამ სიმბოლოებს შიფრობს არა როგორც ადამიანის ფანტაზიას, არამედ როგორც პოლიტიკურ განაცხადს. ეს ეპიზოდი ნათლად აჩვენებს თუ როგორ ხდება უწყინარი ქვეცნობიერი ხატი რეალური რეპრესიების საფუძველი, რადგან ხიდი და ხარი ქუფრილიუების საგვარეულო ნიშნებია. სიზმარი სახელმწიფო გადატრიალების მზადებად გამოცხადდება. მარკ ალემი აცნობიერებს, რომ თავად ხდება იმ ბიუროკრატიული მექანიზმის ნაწილი, რომელმაც მისი ოჯახის წევრი ბიძამისი კურტი სასიკვდილო განაჩენამდე მიიყვანა. ეს არის მომენტი, როდესაც სისტემა მსხვერპლს საკუთარი თავის ჯალათად აქცევს. ტოტალიტარული რეჟიმი მოითხოვს არა მხოლოდ მორჩილებას, არამედ სიმართლის უარყოფას და ნებაყოფობით სიბრმავეს. კადარეს რომანში სხეულიც კი სახელმწიფოს საკუთრებაა, რომელიც შეუძლია დასაჯოს, მოკლას, დააბრმავოს და შემდეგ კვლავ გამოიყენოს როგორც უბრალო მექანიკური ხელსაწყო.